ორგანიზაცია უკეს მრავალი წლის გამოცდილება აქვს მუშაობის რაჭა-ლეჩხუმ-ქემოსვანის რეგიონში. კარგად აქვს შესწავლილი სიტუაციური ანალიზი, რითია დაკავებული სოფლის მეურნეობის ფერმერები და ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი, რა არის ყველაზე უფრო საჭირო, რათა ფერმერებმა დაძლიონ თავის სიღარიბე, რომ გაუმჯობესონ საკუთარი მეურნეობები. ეს არის მეფუტკრეები, ეს არიან მევენახეები, მცირე ღვინის წარმოებლები, საოჯახო სასტუმროები, რომელსაც ჭირდებათ პატარა ნაკვეთების დამუშავება. განსაკუთრებულად მნიშვნელობა აღმოჩნდა, რომ რეგიონში არის ბევრი ძალიან საკმაოდ ადამიანები შეჭირებული, რომელიც სოციალურ კმაყოფაზე არიან და მათ ჭირდებათ ხელშეწყობა. ამ პროექტით ისარგებლებენ დაახლოებით 200-250 ოჯახი რეგიონში ისარგებლებს უანგაროდ ჩვენ მომისახურებით, რომ დაუმუშავეთ მიწის ნაკვეთებს მათ. ამის გარდა აღმოჩნდა აუცილებლობა ახალგაზრდა მექანიზატორების მოზადების, იმიტომ რომ ადგილობრივ კოლეჯში არ არის სპეციალობა კიდევ დანერგილი და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ კონკურსი და შევარჩიეთ 3 ახალგაზრდა, რომელსაც აქვს სურვილი და мотивация ისწავლონ სპეციალურ მექანიზაციას და მოვიწვიეთ ექსპერტები და ჯერ გადიან ისინი სემინარებს და თეორიულ მასალას გადიან, როგორ გაუწიონ ექსპლუატაცია ამ ტექნიკას და შემდგომ უკვე საველე პირობებში გადიან პრაქტიკას. მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეგიონს ეყოლება ძალიან კარგი გადამზადებული ახალგაზრდა მექანიზატორები. როგორც ვთქვით, რაჭა სულწილად მცირე დასახლებული არის, მცირემიწიანი რაიონი ვართ და ჩვენთვის ამ როლაურშიც განსაკუთრებით პრიორიტეტული არის მევენახეობა და ძირითადად მეფუტკრეობა მევენახეობით ირჩევს ხალხი თავს და მევენახეობისთვის ფრიად მნიშვნელოვანი არის ძირითადად მცირე გაბარიტიანი ტრაქტორები, სატრაქტორო მეურნეობა, მოтобლოკები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენთან არ არის დიდი ტრაქტორებისთვის ასეთ პატარა ადგილზე და უშუალოდ ჩვენთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ტრაქტორი იყოს, დამჭირდეს მივიდე იქ, რომ მოვიყვანო, გამიწვიოს მომსახურეობა და თავისთავად ეს ყველაფერი გლეხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფრიად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადოს იაპონიის საელჩოს საქართველოს, რომ მიზნობრივად და კარგად გათვლილად ერთობლივად შევიმუშავეთ ეს პროექტი და ამიტომ ეს ამით ისარგებლებს ძალიან ბევრი დაახლოებით 1500 ფერმერი ისარგებლებს მარტო მომავალი წლის გაზაფხულიდან.